მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სივრცე დიალოგისთვის მე ჟურნალისტი ნინო ვაშალოვიძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება გახარიას საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი, ამავდროულად პარლამენტის წევრი ვიკა ფილფანი. მოგესალმებით ქალბატონო ვიკა და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით და პირიქით, მადლობა თქვენ რომ მithმობთ თქვენს ეთერს ძალიან ვაფიქსებ და მადლობა კიდევ ერთხელ. უპრიანი იქნება ძალიან მწვავე და აქტუალური თემით დავიწყოთ. გუშინ თქვენ სტუმრად გყავდათ პარლამენტში, თქვენივე მოთხოვნით ჯანდაცვის მინისტრი, რომელთან ერთადაც ისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებზე და მათ მშობლებზე, მათ უწყვეტ პროტესტზე. მოკლედ ამ თემასთან დაკავშირებით თუ შეიძლება გვითხრათ, რასთან გვაქვს საქმე, რატომ აფერხებს სახელმწიფო იმას, რომ ვთქვათ, ამ ბავშვებს მისცეს ეს წამალი, რამდენად უსაფრთხოა ეს წამალი, რამდენად არის ეს სპეციალისტების მიერ გამოკვლეული და ანუ რა აფერხებს ამ პროცესს, რომ მიიღონ ამ ბავშვებმა წამალი და გაუხანგრძლივდეთ როგორც სიცოცხლის, ასევე ეტლით სარგებლობის პერიოდი. ხო, დავიწყოთ ტექნიკური საკითხიდან, რომ ყოველთვის გასაგები იყოს, აქ ერთ კონკრეტულ წამალზე არ არის საუბარი და ჩვენც არ დაგვისახელებია არასდროს ერთი კონკრეტული წამალი, ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ დააკმაყოფილებთ მშობლების მოთხოვნები პროფესიონალ ადამიანებთან კონსულტაციების შემდეგ, რა თქმა უნდა. აქ საუბარია რამდენიმე ტიპის წამალზე. დავკონკრეტები, რომ წამალი, რომელიც სრულიად განკურნავს დაავადებას, ჯერჯერობით არ არის, თუმცა ყოველწლიურად ვითარდება და სამეცნიერო დონეზე საკმაოდ ახლოს არიან ამ წამალთან. თუმცა ამ ეტაპზე წამლის მიღება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ ბავშვებს გაუხანგრძლივდეთ გადავადდეთ ეტლის სარგებლობის პერიოდი და მე გავხანგრძლივდეთ ქმედითუნარიანობა და როდესაც წამალი იქნება განკურნების, ისინი მზად იყვნენ ამ წამლის მიღებისთვის და საერთოდ აზრი ჰქონდეს ამ წამლის მიღებას. აქედან გამომდინარე ეს მნიშვნელოვანია, რომ მათ დროულად მიიღონ შესაბამისი დახმარება, იმიტომ რომ ყოველ წუთს, ყოველ დღეს ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა, ეს არ არის რაღაცა, რასაც შეიძლება დაელოდო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მედიცინა ყოველდღიურად ვითარდება, მეცნიერება ყოველდღიურად ვითარდება და მოლოდინი აქვს ყველას, რომ ერთ დღესაც ის წინსვლაც იქნება, რაც საბოლოოდ გადაჭრის პრობლემას. აქ ბატონი მინისტრის პოზიცია იყო ესეთი, რომ ეს წამლები, რომელიც ჩამოთვალა სხვადასხვა ტიპის დასახელების, ამ წამლებს თან ახლავს გვერდითი მოვლენებიც. ხო, ამას არავინ არ უარყოს, მათ შორის არ უარყოფენ არც მშობლები, პირიქით, მშობლებს ძალიან მეცნიერულ დონეზე აქვთ ეს საკითხი შესწავლილი, გაცილებით უკეთესად ვიდრე ბატონ სარჩველაძეს. მათი უმეტესობა იმყოფებოდა უცხოეთშიც კვლევებზე, ესწრებოდა სხვადასხვა კონფერენციებს, მეცნიერულ დონეზე კვლევებს აკვირდებოდა. აქედან გამომდინარე, ის რაც თქვა ბატონმა მინისტრმა, რომ ეს აზრი არა აქვს ფულის დახარჯვას ამ წამლებში, ეს რა თქმა უნდა არის ტყუილი და ამის დამადასტურებელი ფაქტი არის ჯანმოს კვლევებით, ჯანმოს სტატიებით, არის სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციების ანალიზით და ანგარიშით და ასევე რაც ყველაზე მთავარია, ცოცხალი მაგალითები, ქართველი ბავშვები, რომლებიც ემიგრაციაში წაიყვანეს და ემიგრაციაში მიიღეთ მათ ეს წამალი, მათი მდგომარეობა გაცილებით უფრო გაუმჯობესდა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ სურს ბატონ სარჯველაძეს, რომ წამალი შემოიტანოს, ეს არის უბრალოდ ის უფრთხილდება იმ ბიუჯეტს, რომლიდანაც შემდეგ სამწუხაროდ იპარავენ თავიანთი მაღალჩინოსნები. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენთვის. ეს რეგულაციებთან მივდივართ, ანუ თქვენ თვლით, რომ ფინანსების გამო იკავებენ თავს, რომ თქვათ ეს წამალი შემოიტანონ. ანუ ცალსახაა რომ რაღაცა ბატონი სარჯველაძის თავშეკავების მიზეზები ძალიან ბევრია. გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი სრულიად დაცლილია ემპათიისგან და ადამიანური
რაც თანაგრძნობისგან ეს გამოიკვეთა პირველ რიგში, მე მინდა გაგახსენოთ შოვის ტრაგედია, როდესაც მაშინ ბატონი სარჯველაძე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და მან ესეთი ფრაზა თქვა, რომ რა მნიშვნელობა ქონდა 15 წუთით ადრე მივიდოდა სამაშველო თუ 15 წუთით, გვიანო ვინც ისედაც გარდაცვლილი იყო რაღაც უშველით. და ეს დამოკიდებულება აქვს მას ამ შემთხვევაშიც, წამლის ნაწილშიც. და თანხებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ არც ბატონ სარჯველაძეს და ამ გუნდის არც ერთ წარმომადგენლებს საერთოდ ბიუჯეტის კეთილ გონიერად გამოყენებაზე საუბრის უფლება არ აქვს საერთოდ. მინდა ჩამოთვალო რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ. ის რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ბიუჯეტში არ გადაიხადა 500 მილიონი ლარი გადასახადებს დაემალა. მარტო 2026 წელს 900 ახალი ავტომობილი შეისყიდა სახელმწიფომ 60 მილიონ ლარად. სულ ცოტა ხნის წინ დაგვიანოსეს, რომ 151,000 ევროზე მეტს უბრალოდ ჩუქნიან კომპანიას, რომელმაც უბრალოდ კვლევა უნდა ჩაატაროს ავტომობილების მაშინ გამოდის, რომ მარტო ფინანსური რესურსის დაზოგვა არ გამოდის და პოლიტიკური ნებების არ ქონა ამ შემთხვევაში. ეს პოლიტიკური ნება უბრალოდ საიდან არის გამოწვეული, აი ეს არის მნიშვნელოვანი, ხო? აი მარტივია უბრალოდ ადამიანები და ადამიანების პრობლემები პრიორიტეტი არ არის. პრიორიტეტი არის კონკრეტული ოლიგარქები, პიროვნებები და მათი კომფორტი, ავტომობილები, სახლები და ქონება, რომელიც სახლში მიაქვთ. მათ ყავდათ პრემიერ-მინისტრი, რომელსაც სახლში აღმოუჩინეს ზოდები, ოქროს ზოდები და არაერთი მოპარული მილიონი. ყოველ მეორე მაღალჩინოსანი ციხეში ზის, ან ბრალდებულია და მხილებულია კორუფციაში. სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ თურმე ბაღის ბავშვები საჭმლის ფულს იპარავდნენ. სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ უფასო სასადილოები, სადაც ლარნახევარია გამოყოფილი ერთი ადამიანის კვებაზე, იმ ლარნახევრიდანაც ფულს იპარავდნენ და ჯარს და პოლიციას რამდენიმე წლის განმავლობაში ჭიან საჭმელს აჭმევდნენ. აი ამ ხალხს უბრალოდ არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ ბიუჯეტზე ილაპარაკოს, უბრალოდ მათი პრიორიტეტი არ არის ადამიანი და ადამიანის კეთილდღეობა. ქალბატონო ვიკა, თემა რომ მოვწუროთ, თქვენ რა ბერკეტი გაქვთ, ანუ თქვენს პარტიას გულისხმობ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვათ გვერდით დაუდგეთ ამ მშობლებს, რომლებიც უწყვეტად პროტესტში არიან ამდენი დღეა და ფიქრობენ, რომ ამ წამლებით, ამ კურნალობით, რაც დასავლეთში ხდება და ჯერჯერობით ჩვენთან არ არის, მათ შვილებს სიცოცხლე გაუხანგრძლივდებათ. რა ბერკეტი გაქვთ იმისა, რომ იმუშაოთ, თქვათ, ხელისუფლებაზე და მიხვიდეთ იმ პოზიციამდე, რომ დააფინანსებინოთ ეს. ანუ არის თუ არა ამის საშუალება და ბერკეტი თქვენის მხრიდან. მე მინდა გაგახსენოთ აკონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების პროტესტი. მაშინაც ირაკლი ღარიბაშვილი ზუსტად მსგავსად აშავებდა აკონდროპლაზიის წამალს და მაშინაც ისინი საუბრობდნენ, რომ იქ ამდენი ფულის დახარჯვა არ ღირდა იმ წამალზე, რომელსაც გვერდითი ეფექტები ჰქონდა, თუმცა იმდენად ხმამაღალი გახდა ეს პროტესტი და საკუთარ ამ მრჩეველშიც კი ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, მათ წამალი იძულებული გახდნენ, რომ შემოეტანათ და ვნახეთ შემდეგ რა შედეგები მოყვა ამას. შედეგები არის ის, რომ ყოველდღიურად აკონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვებს აქვთ უკეთესობა, იზრდებიან სიმაღლეში, მათი ჯანმრთელობა უკეთესობისკენ მიდის, გადიან თერაპიებს. აქ მნიშვნელოვანია ძალიან ერთი რამ. გუშინ ბატონმა მინისტრმა ძალიან ბევრი ტყუილი თქვა. ბევრი ტყუილი თქვა წამლებთან დაკავშირებით, კვლევებთან დაკავშირებით, შეურაცხყოფა მიაყენა ბავშვების მშობლებს და ზოგადად მთელ საქართველოში ყველას, ვისაც დაავადებები აქვთ. აქვე მინდა დავამატო ერთი რამ, რომ თქვენც არ გამოგეპარებოდათ ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანებზე თქვა, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან სამკურნალოდ, რომ ეს უბრალოდ მარკეტინგის ხვერპლი არიან. და არა ის, რომ აქ ვერ იბღებენ შესაბამის დახმარებას. ამ ადამიანებს უწოდა მარკეტინგის მსხვერპლი. ბატონი მინისტრი ყველანაირად იცოდა, რომ საკუთარი უცოდინობა ამ საკითხს და საკუთარი დილეტანტობა გადაეფარა აგრესიით. გადაეფარა ადამიანების ლანძღვით და უკვე შემდეგ გაჭორვით პაციენტების. სამწუხაროდ ვერ გადაფარა, იმიტომ რომ ამან კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა ყველას მისი კომპეტენცია ამ საკითხში. ჩვენი ბერკეტი იცით, რომ იყო ინტერპელაცია, ჩვენ ამ თემაზე მუშაობას გავაგრძელებთ და ჩვენი ამ წუთას მიზანი და ამოსავალი წერტილია, რომ საზოგადოებას გავაგებინოთ სიმართლე და გავაგებინოთ ის, რომ
გუშინ რაც ილაპარაკა 2 საათის განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრმა, ეს იყო უბრალოდ ტყუილები, ჩვენ დავიბარეთ ბავშვების უფლებების დასაცავად და თვითონ დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ფულის დაცვა. აი ამაზე უკიდურესი რა შეიძლება დაემართოს ჯანდაცვის სისტემა საქართველოში ძალიან რთული იქნება ამის მოფიქრება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ აპირებენ გაჩერებას მშობლებს უწოდა წაქეზებულები, რა შეიძლება წააქეზოს მშობელი იმაზე მეტად, ვიდრე საკუთარი შვილის გამოჯამრთელების სურვილზე მეტად რამ უნდა წააქეზოს. რა თქმა უნდა, არც მშობლები აპირებენ გაჩერებას, არც ის ხალხი, ვინც მშობლებს გვერდით უდგანს, იმიტომ რომ საზოგადოება შედგება ბევრი სხვადასხვა ჯგუფისგან, ხო? თქვათ მოგვარდა ეს საკითხი და იქნა პოლიტიკური ნება. რამდენ ხანშია შესაძლებელი, რომ ეს მედიკამენტები ჩამოვიდეს საქართველოში და ამ ბავშვებს დაეწყოთ მკურნალობა? თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ეს უკვე შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროზე, მათ შეუძლიათ რომ პირდაპირ დაუკავშირდნენ წარმოებელ კომპანიებს და წარმოებელ კომპანიებიდან შეისყიდონ წამალი, რასაც ძალიან მოკლე დრო სჭირდება, გამარტივებული შესყიდვებით ყიდულობენ ყველაფერს ბოლო წლის განმავლობაში და აი ესეც არ დაუჭირდებათ. შესაბამისად, თავარია რომ შემოვიდეს წამალი და ბავშვებს უბრალოდ აღარ ქონდეთ იმის მოლოდინი, რომ სახელმწიფოს მხრიდან ისინი მიტოვებული არიან. გასაგებია, ქალბატონო ვიკა, ასევე აქტუალურ თემას მინდა შევეხო, ფასებს და თქვენგან ინიცირებულს ხელფასებთან დაკავშირებით, მინიმალურ ხელფასებთან დაკავშირებით თქვენი ინიციატივა იყო. ვიცით რომ არ გავიდა ეს ინიციატივა და შესაბამისად რა ხდება ამ კუთხით, ნახეთ ის რომ ფასებთან დაკავშირებით პრემიეს რამდენიმე თვის წინ ქონდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პროდუქტები ძვირი იყო და შესაბამისად იმუშავებდა ამ მიმართულებით, რომ გაიაფებულიყო, შეიქმნა პარლამენტში კომისია, რომელმაც რაღაცა შეხვედრები გამართა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ფასები გაიაფების მაგივრად გაძვირდა. ამასთან დაკავშირებით თქვენი პარტია რა შვება პარლამენტში და მივაყოლოთ ის საკითხი, რომ თქვენ დააყენეთ ინიციატივა მინიმალურ ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით. დიახ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ხედავთ უბრალოდ როგორც ცოდვილობენ ამ ფასებთან დაკავშირებით, მაგრამ დასკვნა რაც შეგვიძლია გამოვიტანოთ არის ის, რომ ფასები ქართული ოცნების ხელში უბრალოდ არ გაიაფდება, იმიტომ რომ სწორედ ეს ფასები, რა ფასებიც დღეს წარმოდგენილია ქსელურ მარკეტებში თუ ნებისმიერ სავაჭრო დაწესებულებაში არის იმ კორუფციის ფასი, რომ კორუფციასაც ჩადის ქართული ოცნება. ყველა ის მოგება, რომელიც მიაქვთ მსხვილ ბიზნესებს, არის ის კორუფცია, რომელიც შემდეგ ქართული ოცნების შემოწირულობაზე არის. აი, რამდენად არის შესაძლებელი რეალურად ფასების გაიაფება? თუ ეს მხოლოდ სპეკულირება იყო და მეტი არაფერი. ამის თქვა თუ შეგიძლიათ თქვენ, რამდენად რეალურია ფასების გაიაფება დღევანდელ სიტუაციაში? კიდევ ერთხელ ვიტყვი, ქართული ოცნების პირობებში შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი არ იტყვიან ვარს არც იმ შემოწირულობაზე, რომელსაც ბიზნესების მხრიდან იღებენ და არც იმ მოგებაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში საკუთარ ბიზნესებს მოაქვთ. შესაბამისად, მათ პირობებში ეს შეუძლებელია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაწესდეს მინიმალური ხელფასის ვარი და საქართველოში ადამიანებს 300 ლარზე არ მოუწიოთ მუშაობა. ჩვენი ინიციატივა ემსახურებოდა სწორედ ამას, რომ ამათ პირობებში ფასები ვერ გაიაფდება და უბრალოდ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ხელფასები გაიზარდოს მინიმუმ მანამდე, გამოსავლად ეს გვესახება, სანამ ქართული ოცნება არ შეიცვალა. კიდევ გამეორდები და ვიტყვი, მაშინ რა ბერკეტი გაქვთ ხელთ, რომ თქვათ იგივე ხელფასებთან დაკავშირებით თქვენი ინიციატივა გაიტანოთ? ჩვენი ინიციატივა პარლამენტში იყო კენჭისყრაზე, რა თქმა უნდა, ქართულმა ოცნებამ ამას მხარი არ დაუჭირა, იმიტომ რომ მათ ისევ მიზეზი სწორედ ის არის, რომ საკუთარ ბიზნესებს და საკუთარ შემომწირულ ბიზნესებს ის მოგება მოაკლდებათ, რომელიც შემდეგ მიაქვთ შემოწირულობის სახით ქართული ოცნების ყულაბაში, აქედან გამომდინარე, მათ რა თქმა უნდა არ დაუჭირეს მხარი და ასევე პენსიის დას არ დაუჭირეს მხარი, იმიტომ რომ ჩვენ მეორე საკითხიც ჰქონდა პარლამენტში დაყენებული, პენსიის 200 ლარიც და ამ ადამიანებმა ამასაც არ დაუჭირეს მხარი და მიზეზი ისევ იგივეა, რომ მათ უნდათ ბიუჯეტში
კონდეთ მეტი მოსაპარი ფული. ისინი ვერ პოულობენ ბიუჯეტში ფულს წამლისთვის, ვერ პოულობენ ფულს პენსიისთვის, ვერ პოულობენ ფულს მინიმალური ხელფასის ხარისთვის, მაგრამ მოსაპარ ფულს ყოველთვის პოულობენ. ავტომობილების შეძენის ფულს ყოველთვის პოულობენ და ბიზნესმენებისთვის საჩუქარ ფულს ყოველთვის პოულობენ. აქ ფასებთან დაკავშირებით, აი ბოლო დღეების განმავლობაში რაღაცა ისეთ ბრძოლაში შევიდნენ, რომელიც თავიდანვე წაგებული იყო. ბატონი კობახიძე გამოვიდა ჯერ კვერცხის ფასზე დაიკვეხნა, შემდეგ ეხა ხორცის ფასი, რომელიც უბრალოდ შეურაცხყოფელია მოქალაქეებისთვის, ხო ეხა ძალიან კარგად იცის ყველა მოქალაქე, მაგრამ საკუთარი ამომრჩევლისთვისაც კი შეურაცხყოფელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრებით ძალიან ბევრ ადამიანს, ეს ხალხი დადის მაღაზიებში, ეს ხალხი ყიდულობს ყოველდღე პურსაც, კვერცხსაც, ხორცსაც და საჭმელსაც და აი გუშინ გავიდა სიუჟეტი იმაზე ის ტელევიზიაში, სადაც ფასები იყო შედარებული გერმანიასთან და საფრანგეთთან და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანასთან, რომელიც იყო უბრალოდ სასაცილო, ესეთი დაცინვა საკუთარი მოქალაქეების მიმართ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მათ დაავიწყდათ მთავარი რამის შედარება, ხელფასების და პენსიების შედარება. როდესაც ქართველი პენსიონერის პენსია არის 300 ლარი, გერმანიაში პენსია არის 4000 ლარიდან 5000 ლარამდე, რომ გადავიყვანოთ ევრო ლარში. და ისინი ვთქვათ, ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია ის, რომ თქვა თქვენი ინიციატივა გავიდეს და ადამიანებს მინიმალური ხელფასები გაეზარდოს. ამის თქმა შეგიძლიათ დასკვნის სახით? ამ თემასთან დაკავშირებით. ნახეთ, მათი რეაქციაც ამ სიტუაციაზე საკმაოდ მწვავე დაპირისპირება იყო, იმიტომ რომ შესაძაც ვახსენეთ ის ბიზნესები, რომლებიც არიან მათი შემომწირველები და რომლის ინტერესში საერთოდ არ შედის ის, რომ თავიანთი მილიარდიანი მოგება გაუყონ უბრალოდ თანამშრომლებს ღირსეული, არადამამცირებელი ხელფასები გადაუხადონ, აი კომპანიები, აი მარკეტული ქსელები რო ავიღოთ, რომელსაც მილიარდობით მოგება აქვთ ყოველწლიურად. თანამშრომლებს უხდიან 300 ლარს. შენ შემთხვევაში 24 საათიან თანამშრომლებს 1000 ლარზე ნაკლებს უხდიან. აი ეს ადამიანები ურთხილდებიან ბიუჯეტს. და სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ მათ არ სურთ აი ამ მოგებას და მილიარდიან მოგებას დააკლდეს ის თანხა, რომელიც შემდეგ უკვე რა თქმა უნდა არის თავისთავად მათი მოგებაც. ისინი იყენებენ ბიზნეს მოგებებს და ისინი იყენებენ რაც ყველაზე მძიმეა საქართველოს ბიუჯეტს. ჩვენი თითოეული ადამიანის თითოეული გურიაში მცხოვრების, თითოეული სვანეთში მცხოვრების, თითოეული ყველა მთელ საქართველოს მცხოვრები მოქალაქის თითოეულ თეთრს, რომელიც შედის სახელმწიფო ბიუჯეტში, იყენებენ იმისთვის, რომ მოიპარონ, იყენებენ იმისთვის, რომ სახლში წაიღონ, იყიდონ ავტომობილები. თქვენ და ჩვენ მოქალაქეებს, თქვენ პარლამენტში მყოფ ადამიანებს რა მექანიზმი, რა ბერკეტი გაგაჩნიათ იმისა, რომ ეს ვთქვათ შევაჩეროთ? დიახ, პირველ რიგში ამის ბერკეტი რა თქმა უნდა არის ყოველთვის არჩევნები. არჩევნებზე აღარ უნდა მისცენ ხმა ქართულ ოცნებას. და როდესაც ქართულ ოცნებას აღარ მისცემენ ხმას და მისცემენ სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელიცაც ადამიანი არის პრიორიტეტი, აი ყველა ეს რეგულაცია, რომელიც ბოლო პერიოდში შემოიღეს ავტომობილებთან დაკავშირებით, ყველა ის ჯარიმა, რომელიც გაზრდეს და ფაქტობრივად ჯარიმების ხელისუფლებად იქცა. აი ყველა ეს კანონი გაუქმდება აუცილებლად და ყველა ეს ფასი, რომელიც დღეს ესე მძიმე დაწევს ადამიანს, ჩვეულებრივ მოქალაქეს, ყველა ეს ფასი შემცირდება და გაიზრდება როგორც ხელფასები, ასევე გაიზრდება პენსიაც. უბრალოდ ეს არ შედის ქართული ოცნების ინტერესში, მათთვის ეხლა მთავარია, რომ ის წლები, რაც აქვთ დარჩენილი, მომხვეჭელობას მოახმარონ თავიდან ბოლომდე და იმ ფულის დაცვას, რომელიც აქვთ, აქედან გამომდინარე, არც ერთი წამით ისინი არ იზრუნებენ არც პენსიის დაზე, არც ხელფასის დაზე. მანამდე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. გამოდის რომ 2028 წლამდე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ ამ კუთხით. თქვენ როგორც საუბრობთ, რახან არჩევნების გზით ხდება ხელისუფლების შეცვლა და თუ მოგვეცა ანუ თუ მიეცა ხალხს ამის საშუალება. მეორე გზა არსებობს, ესეთი რომ უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვან თავიანთი პროტესტი, ამასთან დაკავშირებით და ძალიან ხმამაღლა უნდა გამოთქვან ეს პროტესტი. ფასებთან დაკავშირებით, პირველ რიგში და ხელფასებთან და პენსიებთან დაკავშირებით, მათ არ უნდა შეეშინეთ ამის დაფიქსირებით, იმიტომ რომ ისინი ამას იმსახურებენ. ქართველი ადამიანი იმსახურებს ღირსეულ ხელფასს და იმსახურებს პენსიას ქართველი მოხუცი. და არ იმსახურებს ქართველი, რომ თვეში ერთხელ ვერ აჭმევდეს შვილს ხორცს და ნორმალურ საჭმელს.
ბავშვის გაზრდა, 2 წლამდე ბავშვის გაზრდა წელიწადში მინიმუმ 15,000 ლარი ჯდება. და ბატონმა კობახიძემ ოჯახებს დააბრალა ის, რომ დემოგრაფიის კრიზისია და ისტორიულ მინიმუმზეა დემოგრაფია, სიკვდილიანობამ გადააჭარბა შობადობას. იმიტომ რომ ქვეყნიდან ხალხი გარბის, რომ თავი გადაირჩინოს. და იმიტომ რომ ადამიანებს ეშინიათ უბრალოდ ოჯახების შექმნა და ეშინიათ პასუხისმგებლობის აღება, იმიტომ რომ არ არის შემოსავალი, არ აქვთ ხალხს შემოსავალი და უჭირთ ამ ქვეყანაში რომ არჩინონ შვილები, წამალი უყიდონ შვილს, ნორმალურად აჭამოს საჭმელი და ბატონი კობახიძე ამ ყველაფერს აბრალებს მოქალაქეებს და ქართულ ოჯახებს, რაც მათი ბრალი რა თქმა უნდა არ არის. იმიტომ რომ ქართულ ოჯახებს გამოსავლა დარჩათ ემიგრაციაში წასვლა, არც ერთ ქვეყანაში არ გაზრდილა იმდენი ბავშვი უდედოდ, რამდენიც საქართველოში გაიზარდა. და დღესაც არც ერთ ქვეყანაში იმდენი ბავშვი არ არის უმშობლოდ დარჩენილი, რამდენიც საქართველოშია. საშოვარზე არის გასული. ბრძანეთ რომ არჩევნებია გამოსავალიო, მაგრამ არჩევნებზე ადამიანები მიდიან და ხმას აძლევენ მათთვის სასურველ კანდიდატებს. რამდენად არის სიტუაცია საქართველოში შექმნილი იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას ენდოს მოსახლეობა, ოპოზიციას გამოუხატოს მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, რომ შეიქმნა არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება, რომელიც ახლა რაღაცა კრიზისშია. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით და რას ეტყვით მოსახლეობას? ვის და რას უნდა ენდონ ამ შემთხვევაში? პირველ რიგში უნდა ენდონ საკუთარ ბიუჯეტს. საკუთარ მდგომარეობას და როდესაც ადამიანის ძალიან ნათელია, ხო ეხა ფასები ხო ყველასთვის ერთია, ქართული ოცნების ამორჩევლისთვისაც, ჩვენი ამორჩევლისთვისაც და საერთოდ არჩევნებზე რომ არ დადის იმ ადამიანისთვისაც ერთი და იგივე ფასებია. გაავადებელია თქვენთვის ოპოზიციის გაერთიანება თუ თქვენ რჩებით თქვენი პარტია მყავს ხედველობაში ცალკე მოთამაშეთ და ცალკე აჯერებთ და ეუბნებით ხალხს რომ თქვენ ხართ ის ძალა რომელიც თქვათ შეცვლის ასრებულ რეალობას და არა მთლიანი ოპოზიცია. ჩვენ არასდროს არც ერთ გაერთიანებაში არ ვპროფილვართ 2024 წლის არჩევნებზეც ყველა სხვარგადალახული პარტია იყო კოალიციურად, სამივე იყო კოალიციურად წარმოდგენილი. ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია, რომელიც კოალიციის გარშემო მხოლოდ პარტია გავედით არჩევნებზე და ამის შემდეგაც ესე იქნება. ჩვენ გვაქვს ჩვენი იდენტობა, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური გზა და პოლიტიკური ხედვა, არ ვაპირებთ არავისთან გაერთიანებას. ვისაც სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, შეუძლია რომ გაერთიანდეს, თავარია რომ ამ ერთობით არ დააზიანოს სახელმწიფო ინტერესი და ერთ დღეს არ ლანძღონ ერთმანეთი, მეორე დღეს ერთობა და მესამე დღეს კიდევ არ ლანძღონ ერთმანეთი, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა იწვევს ადამიანებში ფუსტრირებას და უნდობლობას. აქ მნიშვნელოვანია იმ საკითხებზე საუბარი და იმ საკითხების გადაჭრის გზების ძიება, რომელიც სახელმწიფოს რეალურად ჭირდება და მოქალაქეებს ჭირდებათ. ჩვენი ყოველდღიური მუშაობა სწორედ არის ის, რომ რეალურად იმ პრობლემებს შევეხოთ და გამოვნახოთ იმ პრობლემების გადაჭრის გზა, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აწუხებს. იმიტომ რომ ამ ქვეყანას უშველით მხოლოდ ჩვენ ქართველები, სხვა ჩვენ ვერავინ ვერ დაგვეხმარება, ისე როგორც ჩვენ დავეხმარებით საკუთარ თავს. აქედან გამომდინარე, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრირდეთ სწორ აქცენტებზე, პროპაგანდა არის ძლაური, რა თქმა უნდა, რის შედეგებიც ვნახეთ 2024 წლის არჩევნებზეც და ვნახეთ 2025 წლის არჩევნებზეც და აქაც არაკეთილსინდისიერება იკოთება ქართული ოცნების მხრიდან, მაშინ როდესაც ამდენ ომ გამოვლილ ქვეყანას და ქვეყნის მოქალაქეებს ომით აშინებენ, ხო? აი ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს, როდესაც საკუთარ მოქალაქეს აშინებ ომით. სრულიად ამორალურია და გაგახსენებთ, რომ თბილისის ქუჩებში გამოფინეს უკრაინის დაბომბილი შენობების ფოტოები. აი, ესეთი გუნდი მართავს ქვეყანას დღეს, აი ესეთი ამორალური ხალხი მართავს დღეს და ესეთი ამორალური ხალხია დღეს სათავეში. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ადამიანი უნდა კონცენტრირდეს თავის საჭიროებებზე და უნდა კონცენტრირდეს რეალურად იმაზე რა არის ჩვენი სახელმწიფოსთვის უკეთეს. ჩვენი სახელმწიფოსთვის უკეთესია, რომ ქართველი ადამიანი რომ ადამიანი ცulis და ერთი ხმა ცulis რეალობას, მაგრამ ეს ანუ რამდენად შესაძლებელია და რამდენად არ წმუნებთ თქვათ ამორჩევას იმასთან დაკავშირებით, რომ თქვათ ქართულ ოცნებას ამ ეტაპისთვის ან თქვენი პარტია, ან ნებისმიერი ოპოზიციური პარტია სჯობს. ამაზე გვაქვს საუბარი. დიახ.
ჩვენ ვესაუბრებით ყველას პირველ რიგში, ჩვენთვის არ არსებობს ერთი მხარე და მეორე მხარე, ჩვენთვის ყველა არის საქართველოს მოქალაქე, ხო, ჩვენს ამორჩევლება და არამორჩევლებად ესე რაც მტრებად და მოყარეებად არ უყოფთ მოქალაქეებს, იმიტომ რომ როდესაც გაქვს ამბიცია რომ გაიყო პოლიტიკოსი და კონდეს ხელისუფლებაში ბერკეტები, შენი პასუხისგებლობაა რომ იზრუნო ყველაზე შენს ამორჩეულზეც, არამორჩეულზე და ვისაც არ მოსწონხარ ხარ იმ ადამიანზეც. აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან საუბარი და შეთავაზება ჩვენი პოლიტიკური ხედვის, ხო? ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ პოლიტიკურ ხედვაზე და თუ ადამიანს ჩვენი პოლიტიკური ხედვა მოსწონს, რა თქმა უნდა, ის ჩვენ აგვირჩევს. ვიღაცა შეიძლება ჩვენ ვიცით, რომ მემარცხენე სოციალისტური პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ჯგუფი ვართ, ხო? ვიღაცა შეიძლება ეს იდეოლოგია არ მოსწონდეს და არც ის გადაჭრის გზები, რომელსაც ჩვენ თავაზობთ, იმიტომ რომ ჩვენ ამოცანა არის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ქვეყანაში ღარიბი ადამიანი გამდიდრდეს. და სახელმწიფო ხელი უნდა შეუწყოს ყველა მოქალაქეს, რომ რეალიზდეს და პირიქით არ გაღარიბდეს. ეს არის ჩვენი ხედვა. აქედან გამომდინარე და ბოლო კითხვა მოწონება. თავისუფლად, ვისაც ჩვენი ხედვა მოეწონება, უნდა აგვირჩიოს ჩვენ. ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ყველაფერში და პირიქით გადასახადებით უნდა დააწვეს და ჯარიმებით უნდა დააწვეს, ის აირჩევს ამ პოლიტიკური ხედვის და ეს ხო ცხადია. ჩვენ ხო დარწმუნება რაში სჭირდებათ ადამიანებს, ხომ ხედავენ, რომ ყოველდღიურად მათ ჯიბეს აკლდება და ყოველდღიურად უძვირდებათ ცხოვრება. ნამდვილად და ბოლო კითხვა, თქვენი სამომავლო გეგმები პარტიის რეგიონთან მიმართებაში და კონკრეტულად გურიასთან მიმართებაში რამდენად აპირებთ გააქტიურებას, მოსახლეობასთან შეხვედრას, მართალია ჯერ არჩევნებამდე დიდი დროა 2028 წლამდე, მაგრამ რამდენად აპირებს პარტია რომ რეგიონულ დონეზე გააქტიურდეს? დიახ, ჩვენ გურიაში ყავს საკმაოდ კარგი გუნდის წევრები, რომელთანაც გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ამ ადამიანების მხრიდან მოწოდებულ პრობლემებზე ჩვენ რეაგირებთ და გვაქვს ეს გასვლა გამოსვლა ერთმანეთში. ვცდილობთ, რომ რეგიონის პრობლემები, რაზეც რეალურად საუბრობთ და ვისაუბრებთ კიდევაც მომავალში, მთლიანად მოწოდებული იყოს რეალურად რეგიონალური გუნდის წევრების მხრიდან და იმ მოქალაქეების მხრიდან, ვისაც შესტკივებული და სხვაგან უბრალოდ ხვერც ხმას აწუნეს და არც არავინ რეაგირებს მის, ასე ვთქვათ, წუხილზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა აქტიურად დავიწყებთ უკვე, ვიცით, რომ საპარლამენტო მუშაობა სრულდება მაისის ბოლოს. ჩვენ ამ დროს გამოვიყენებთ სრულიად რეგიონებისთვის და რეგიონებში კომუნიკაციისთვის. ჩვენი გუნდის წევრები არაერთი პარლამენტის წევრი აქტიურად ამ პერიოდის განმავლობაში სტადიოდა რეგიონებში რამდენიმე არიანი ქვინც მუდმივად ამ პროცესში არიან და სხვადასხვა პრობლემას ეცნობიან და შემდეგ უკვე აქ ისინი რეაგირებენ ამ პრობლემებზე, ესწრებიან რეგიონებში საკრებულოს ხდომებს. გურია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია. მე ძალიან კარგად გავიცანი გურიის პრობლემები სტიქიის დროს, ძალიან კარგად გამოჩნდა რამდენად არ რეაგირებდა იქაც სახელმწიფო შესაბამისად, ამიტომ ძალიან ბევრი პრობლემაა გურიაში, რასაც ჭირდება გადაჭრა, რასაც ჭირდება მოგვარება. ძალიან კარგი ხალხია, მშრომელი ხალხია და ეს ადამიანები რეალურად იმსახურებენ იმ შესაძლებლობას, რასაც სახელმწიფო უნდა აძლევდეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა რეგიონში ჩავალთ, ყველა რეგიონში ადამიანების გულის ტკივილს მოვისმენთ და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომელიც არის ჩვენს ხელთ არსებული. მადლობა დიდი ქალბატონო ვიკა ჩართვისთვის და დროის გამონახვისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო გახარია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი ვიკა ფილფანი, ამავდროულად პარლამენტის დეპუტატი. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა, ნახვამდის.